მოგესალმებით. იცით ტექნოლოგიების სამყარო ხომ პირდაპირ ფეთქდება, მაგრამ აი, როგორ უნდა იპოვოს ახალგაზრდამ თავისი ადგილი ამ ყველაფერში. დღეს ზუსტად ერთ ასეთ პროექტს განვიხილავთ, რომელიც ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ახალგაზრდობისთვის კარიერულ ხიდს აშენებს. მაშასე, დავსვათ მთავარი კითხვა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ტექ სფეროში კარიერა დაიწყო? აი, ეს არის ზუსტად ის საკვანძო კითხვა, რომლის გარშემოც ტრიალებს პროექტი, რომელსაც დღეს ჩაუღრმავდებით. კარგი, მოდით სწრაფად გადავხედოთ ჩვენს გეგმას. პირველ რიგში ვისაუბრებთ პრობლემაზე, ანუ IT შესაძლებლობების ნაკლებობაზე. მერე ვნახავთ გამოსავალს, ამ კარიერულ ხიდს. შემდეგ ჩაუღრმავდებით თუ რისგან შედგება ეს ხიდი, ანუ მის 4 მთავარ საყრდენს და ბოლოს ვნახავთ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ქუთაისის ტექნოლოგიურ მომავალზე. კარგი, მოდით პირდაპირ პრობლემის სათავიდან დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, ერთ მხარეს გვაქვს გლობალური ტექნოლოგიური ბუმი და მეორე მხარეს ადგილობრივი გამოწვევები. აი, ზუსტად ამ კონტრასტშია მთელი საქმე. და აი ეს სურათი კიდე უფრო ნათელს ხდის ყველაფერს. მარცხნივ გვაქვს IT სფერო, რომელიც არნახული სისტრაფით იზრდება და სავსეა მაღალანაზღაულებადი სამსახურებით. მარჯვნივ კი ახალგაზრდები, რომლებისთვისაც ეს ყველაფერი რაღაც შორეული და ბუნდოვანია. მათ არ იციან საიდან დაიწყონ, ვის მიმართონ. მოკლედ ამ ორ სამხაროს შორის უზარმაზარი უფსკრულია. ხო და როგორ შეიძლება ამ უფსკრულზე ხიდი გადო? აი ზუსტად აქ შემოდის სცენაზე პროექტი IT კარიერის ნაბიჯები. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ უზარმაზარი სიცარიელის შევსებას ისახავს მიზნად. და იცით, IT კარიერის ნაბიჯები არ არის უბრალოდ მორიგი ტრენინგი ან კურსი. არა, ეს არის ერთი მთლიანი კომპლექსური საგანმანათლებლო ინიციატივა, სპეციალურად ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის. იგი აერთიანებს თეორიას, პრაქტიკას და, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ინდივიდუალურ მენტორობას. მოდით შევხედოთ კონკრეტულ მიზნებს, რას ცდილობს პროექტი. საქმე მხოლოდ ერთ რამეში არაა. პირველი, ეს არის ცნობიერების ამაღლება, ანუ იმის ჩვენება თუ რა ხდება თანამედროვე IT-ში. მეორე, რა თქმა უნდა, ტექნიკური და რბილი უნარების განვითარება. მესამე, შთაგონება, რეალურ სამყაროსთან და რეალურ ადამიანებთან კავშირით. მეოთხე, ინდივიდუალური მენტორობა. და ბოლოს, მეხუთე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის ხელმისაწვდომი ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა. კარგი, მიზნები ამბიციური და გასაგებია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, როგორ ახერხებენ ამას პრაქტიკაში. მოდით, ახლა ვნახოთ ის 4 ფუნდამენტური საყრდენი, ის 4 სვეტი, რომელზეც მთელი ეს პროექტი დგას. ესე იგი, პროგრამის მთელ ხერხემალს ფაქტობრივად ეს 4 ეტაპი ქმნის. ყველაფერი იწყება თემატური ტრენინგებით. შემდეგ მოდის ინსპირაციული შეხვედრები. ამას მოჰყვება პრაქტიკული გამოცდილება და ბოლოს გრძელვადიანი მენტორობა. ხედავთ, ეს არის ლოგიკური გზა, რომელიც უბრალოდ ცოდნიდან რეალურ მყარ მხარდაჭერამდე მიდის. დოდით დავიწყოთ პირველი ნაბიჯით. ყველაფრის სათავე, რა თქმა უნდა, მყარის საფუძველია. მონაწილეები გადიან ძალიან ინტენსიურ ტრენინგებს იმ სფეროებში, რომლებიც დღეს პირდაპირ მნიშვნელობით ყველაზე ცხელია ბაზარზე. ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, ქსელები და კიბერუსაფრთხოება. ანუ ეს არის ზუსტად ის უნარები, რომლებზეც კომპანიები ახლა ნადირობენ. მაგრამ ხომ ვიცით, რომ მარტო თეორია არაფერია პრაქტიკის გარეშე, არა? სწორედ ამიტომ მეორე და მესამე საყრდენი მთლიანად ინსპირაციასა და პრაქტიკაზეა აგებული. სტუდენტები ხვდებიან არა მხოლოდ თეორეტიკოსებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ამ სფეროში უკვე წარმატებულია, სტუმრობენ რეალურ IT კომპანიებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სწორედ ეს პირდაპირი კონტაქტი ქმნის იმ ნამდვილ ცოცხალ წარმოდგენას, თუ როგორია რეალური სამუშაო გარემო. და მივედით ბოლო მეოთხე საყრდენამდე. და იცით, ეს არის ის, რაც ამ პროექტს ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის. ეს არ არის უბრალოდ დასასრული, წერტილი. პირიქით, ეს არის გაგრძელება. ყველაზე მოტივირებული მონაწილეები იღებენ გრძელვადიან ინდივიდუალურ მხარდაჭერას. ანუ პროგრამა ფორმალურად რომ დასრულდეს, მათ გვერდით მაინც რჩება მენტორი. კარგი, პროექტის სტრუქტურა ვნახეთ. გავიგეთ როგორ მუშაობს. მაგრამ მოდით ახლა უფრო დიდ სურათს შევხედოთ. რა არის საბოლოო შედეგი? რას ცვლის ეს ყველაფერი? არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სტუდენტის ცხოვრებაში, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. და აი, ეს დიაგრამა კარგად გვიჩვენებს ამ დიდი სურათის სამ მთავარ ნაწილს. პირველი და ყველაზე დიდი ნაწილი ეს რა თქმა უნდა კვალიფიციური მონაწილეები არიან, ახალგაზრდები, რომლებსაც უკვე აქვთ საჭირო უნარები. მეორე, ეს არის ქუთაისში მდგრადი IT ეკოსისტემის ჩამოყალიბება, ანუ გარემოს შექმნა, სადაც ეს კადრები დარჩებიან და განვითარდებიან. და მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილობრივი პროფესიული განათლების პრესტიჟის და მიმზიდველობის გაზრდა. ანუ პირველი და ყველაზე ხელშესახები შედეგი. მონაწილეები პროექტს ტოვებენ ბევრად ძლიერი, კონკრეტული უნარებით. ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული ცოდნა, არამედ პრაქტიკული, დასაქმებისთვის გამოსადეგი უნარების მთელი პორტფოლიო.
მაგრამ მარტო უნარები ხო არ კმარა, ამიტომ მეორე შედეგი არის უფრო ნათელი გზები. ახალგაზრდები იღებენ მკაფიო ხედვას, რუკას თუ საით შეიძლება წავიდნენ, რა ნაბიჯები გადადგან თავიანთ მომავალ კარიერაში. და როდესაც ამ ორ კომპონენტს, ძლიერ უნარებს და ნათელ გზებს ერთად შევკრებთ, რას ვიღებთ? ვიღებთ აყვავებულ რეგიონს. საბოლოო ჯამში ყველა ეს პატარა ნაბიჯი ერთიანდება იმისთვის, რომ ქუთაისი იქცეს ძლიერ სიცოცხლით სავსე ტექნოლოგიურ ცენტრად. და ბოლოს ეს ყველაფერი გვიბრუნებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან დამაფიქრებელ კითხვასთან. როგორ შეგვიძლია რომ კიდევ უფრო მეტი ასეთი ხიდი ავაშენოთ? არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, არა მხოლოდ IT-ში, არამედ სხვა სფეროებშიც. აი ეს არის კითხვა, რომელზეც ფიქრობ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ.